მოგახსენებთ, რომ ამ მიმართულებით სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანად ითვლება ბრიტანული მედია კომპანია ეკონომისტის მონაცემები, სადაც 10 ქულიან სისტემაში, სადაც 10-დან 6-მდე დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამონათვალია, სადაც 6-დან 4 ქულამდე ჰიბრიდული, ანუ ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის შერეული რეჟიმების ჩამონათვალია, ხოლო 4 ქულის დაბლა უკვე ოფიციალურად ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი იწყება, რომელიც მთავრდება ჩრდილოეთ კორეით, მიანმით ყოფილი ბირმა და ავღანეთით და ამ სიაში 2025 წლის მონაცემებით საქართველოში დემოკრატიის ინდექსი შეფასებულია 4.34 მეასედი ქულით, ანუ მხოლოდ 0.34 მეასედი ქულა აშორებს საქართველოს იმ ეგრეთ წოდებული წითელი ხაზიდან, რასაც ქვია 4 ქულა, რომლის დაბლაც ოფიციალურად ზემოხსენებულ სიაში ოფიციალურად იწყება ავტორიტარულად გამოცხადებული რეჟიმების ჩამონათვალი. და რა თქმა უნდა, ჩვენ ოცნების ლიდერებიდან ხშირად გვესმის ლაპარაკი, როდესაც მათ დემოკრატიის მიმართულებით აკრიტიკებენ, რომ უსამართლოდ მიაჩნიათ. და რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი შემთხვევა, რაზეც მე ახლა ვლაპარაკობ, როდესაც ამ დონეზე ირღვევა სამართლის წინაშე ადამიანთა თანასწორობა, ურტყამს ზემოხსენებული ინდექსს. ხოლო თუ კი ზემოხსენებული ინდექსი ჩაცდება 4 ქულას, თუ კი ასეთ შემთხვევაში საქართველოს ოფიციალურად გადავა ავტორიტარულად აღიარებული რეჟიმების სიაში, რაც თქვათ და თუ ასეთი რამე მოხდა, გამანადგურებელი დარტყმა იქნება საქართველოს ეკონომიკისათვის, ეს იცოდეთ, რადგან ეს სერიოზულად შეამცირებს საქართველოს ისედაც არც თუ ისე მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას, შეამცირებს კაპიტალს, რაც დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას და გააძვირებს ისედაც ძვირ პროცენტებს საბანკო სესხებზე. ასევე ეს იქნება, რა თქმა უნდა, მრავალმხრივ ძალიან დიდი დარტყმა საქართველოსთვის. ამიტომ თან მით უმეტეს თქვენ წარმოიდგინეთ, მე მინდა ეს დეტალები აგიხსნათ. ის ბრალდებები, რა ბრალდებების გამოც, მაგალითად ქალბატონი ელენე ხოშტარია და ქალბატონი მზია ამაღლობელი თუ კიდევ არაერთი პიროვნება პოლიტიკური ნიშნით, დიდი ალბათობით პოლიტიკური ნიშნით არიან. თავისუფლება აკვეთილები, დაკავებულები, დაპატიმრებული თუ დაჯარიმებულები, ძალიან ხშირ შემთხვევაში ის მუხლები, რაც მათ წაყენებული აქვთ, გაცილებით უფრო ნაკლებ გაცილებით უფრო მსუბუქ კანონდარღვევად ითვლებიან, მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსში, ვისაც სისხლის სამართლის ბრალდებები აქვს წაყენებული, მაგალითად ქალბატონ მზია ამაღლობელს, ქალბატონ ელენე ხოშტარიას თუ კიდევ არაერთ პიროვნებას, გაცილებით უფრო მსუბუქი მუხლებია დანაშაულის სიმძიმის მხრივ, ვიდრე შეიძლება იყოს ის მუხლები, რისი ნიშნებიც არსებობს იმ ზემოხსენებულ ჩხუბში, რაც პარლამენტში მოხდა. მაგალითად, ჯერ საქართველოს კანონმდებლობაში ერთი მუხლებია, რომ ასეთი მუხლები როგორ უნდა მიიღოს პარლამენტმა, ასე დაუხვეწავი და ასე დანაშაულის ადეკვატურობასთან სასჯელის შეუსაბამობას დანაშაულის ხარისხთან. აი მაგალითად 325 მუხლი, სადაც ლაპარაკი არის, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ან სახელმწიფო სახელმწიფო თანამდებობის პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა ისჯება 7-დან 20 წლამდეო. ნუ ხა ჯერ როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა კანონში ჩაწერო? ხომ უნდა ჩაშალო ან მუხლებში, ან თვითონ მუხლში. როგორ შეიძლება ახლა ამ მუხლის თანახმად, ესე იგი რა გამოდის ახლა? როგორ სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებითო. სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს თქვათ, თუ მოკლავენ, ან თუ დაჭრიან, ან მანქანას თუ დაუმტვრევენ, სამივე ერთი კატეგორიის დანაშაული ხო ვერ იქნება. სამივე როგორ შეიძლება 7-დან 20 წლამდე სასჯელში გააერთიანო, ან მოსამართლეს რომ 7-დან 20 წლამდე ან უადო პატიმრობითო. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ან მოსამართლეს ამხრივ დისკრეცია მისცე, რომ 7 წლიდან უადომდე დისკრეციის საშუალება ჰქონდეს მოსამართლეს. ეს ხომ უნდა იყოს ჩაშლილი იმაში მუხლებში ან თვითონ მუხლის ნაწილებში. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, აბა სხვა რა იგულისხმება ახლა მაგალითად ამ ტერმინში სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფაო. ნუ ეს ხო აბსურდულია. როგორ შეიძლება ასეთი კანონების მიღება, მაგრამ ხომ არსებობს. აი მაგალითად ამ ჩხუბის შედეგად თუ მიიღო დაზიანება იმ რომელიმე პირმა, არის დიდი ალბათობა, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ამ მუხლის გათავისებური დანაშაულის ჩადენის ნიშნებს. მაგალითად, ასევე არის 353
მეორე პრიმა მუხლი, სადაც ლაპარაკი არის სახელმწიფო თანამდებობის პირებზე, სამსახურებრივ თუ სახელმწიფო საქმეებთან დაკავშირებით, ახლა ზუსტად სიტყვას არ მინდა ტერმინი შემეშალოს, სადაც ასევე და შემდეგ ის ნაწილებად იშლება, მაგრამ საკმაოდ ძიმე სასჯელებია ასეთ შემთხვევაშიც. ანუ დაახლოებით მე როგორი დასკვნას გამომაქვს, ესე იგი თუ დაზიანებას მიიღებ და ამ ჩხუბის შედეგად მაშინ ალბათ 325 მუხლის ნიშნები იქნება, თუ დაზიანებას არ მიიღებდა და ისე დაესხვებოდნენ და ისე ჩაივლიდა ის ჩხუბი, თუ დაზიანებას არც ერთი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი არ მიიღებდა, მაშინ ალბათ 353 მეორე პრიმა მუხლის მუხლი გათვალისწინებები დანაშაულის ნიშნები იქნება ალბათ ჩადენილი. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ორივე მუხლი გაცილებით უფრო რთული მუხლებია, გაცილებით უფრო ძიმე დანაშაულით ხდება ზემოხსენებული მუხლების, ნუ იმ მოკლედ ზემოხსენებული მუხლების ნიშნები, რომლისაც არ უნდა იყოს ზემოხსენებულ ჩხუბში, ორივე შემთხვევაში უფრო ძიმე დანაშაულად ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ვიდრე ის ბრალდებები, რომლებიც აყენებული აქვს ქალბატონ ელენე ხოშტარიას, ქალბატონ ელენე ხოშტარიასა და ქალბატონ ზიამოღობეს და კიდევ არაერთ პიროვნებას. და ისინი უკვე თავისუფლება აღკვეთილიან, არიან ისინი წვალობენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და ამ დროს იმ ჩხუბზე გამოძიებაც არ არის დაწყებული და ვისმენთ ხუმრობას, რომ ხუმრობას ორსულობის ცნობასთან დაკავშირებით. თქვენ წარმოიდგინეთ სახუმაროდაა ამ მიმართულებით საქმე? აბა კითხეთ ქალბატონ მზია ამაღლობელსა და ქალბატონ ელენე ხოშტარიას თუ არის სახუმაროდ საქმე. კიდევ ერთხელ მოგმართავთ მოქალაქეებო, თუ ვინმე გეუბნებათ რომ იმუნიტეტი უშლისო ხელს გამოძიების დაწყებასო, ან არიციან, ან გატყუილებენ, რადგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოძიების დასაწყებად პარლამენტის წევრის იმუნიტეტი დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კი პარლამენტი არ მისცემს ნებართვას მათი დაპატიმრებისა, ასეთ შემთხვევაში მათი თუ მისი გააჩნია ვისი ბრალდება გამოირკვევა ძიების შედეგად, ვისი დანაშაულის ნიშნები შეიძლება გამოიკვეთოს დანაშაულის შედეგად. ასეთ შემთხვევაში ეს უკვე სხვა საქმეა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მომავალში თუ მისცემს პარლამენტი ნებართვას, ან მომავალში, როდესაც იმ პირს ან იმ პიროვნებებს არ ექნებათ იმუნიტეტი, შეიძლება იქნენ დასჯილი ისინი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად და შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად იმ პერიოდში, როდესაც იმუნიტეტი იცავს ადამიანს, ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება. ანუ 20 წელიც რო გავიდეს, თუ კანონმდებლობა არ შეიცვალა დღევანდელი კანონმდებლობით, თუ იმუნიტეტი დაიცავს 20 წლის შემდეგაც თეორიულად შესაძლებელია ის დასჯილი იქნეს. ამიტომ აუცილებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გამომდინარე კიდე დამატებით ხაზი გაუსვა, ასევე კონკრეტულად ხაზი გაუსვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის შესახებ, მაშინ როდესაც დიდი ალბათობით პოლიტიკური ნიშნების შემცველობით არაერთი ადამიანი არის საქართველოს დასჯილი, განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ახლა ბოლო პერიოდის თემებს ლაპარაკობ, ბოლო წლების თემებს ლაპარაკობ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაიწყოს ძიება ზემოხსენებულ ჩხუბთან დაკავშირებით.